მოგესალმებით. იმდენი რამ თქვა ჩემმა კოლეგებმა, ფაქტიურად სათქმელი არ დამიტოვეს, თუმცა სათქმელს რა დალევს ჩვენ ქვეყანაში. ზეგ არ იმზიას ბოლო დასკვნითი სასამართლო პროცესი და ალბათ ნინო სახელაშვილი გამოიტანს განაჩენს, რომელიც წინასწარ ვიცით რა განაჩენიც იქნება. ამიტომ ჩემ ამ სიტყვას გამოვიყენებ იმისთვის, რაც სასამართლოზე ნინო სახელაშვილისთვის უნდა მეთქვა. ნინო, მოეგე გონს. შეეცადე რომ საქართველოს ისტორიაში ჩაეწერო ოქროს ასოებით და არ დაემორჩილო ქართულ რეჟიმს, ქართულ ოცნებას. შენ იყავი ის მოსამართლე ქალი, რომელიც დაუშვებს პრეცედენტს და არ დააპატიმრებს ქალს, არ გაუშვებს უდანაშაულო მზია ამაღლობელს ციხეში, არ გამოკეტავს თითქმის დაბმავებულ ადამიანს, არ გაწირავს ბოლომდე. შენ შეგიძლია ეს, შენ შეგიძლია შეცვალო ისტორია, შენ შეგიძლია შეცვალო ის განაჩენი, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამოუტანა მზია ამაღლობელს. და შენ ის უნდა გააკეთო. შენ გაქვს ეს ძალა, მე მჯერა, ყველა ქალში არის ის რევოლუციური ძალა და შენშიც არის ნინო ეს ძალა. გთხოვთ ჩვენ დაგიდგებით ფარად, მთელი საქართველო დაგიდგებით ფარად და დაგიცავთ ყველგან, თუ შენ ამას გაბედავ და მზიას ორშაბათს გამოუშვებ სასამართლო დარბაზიდან. ასევე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ნინო დათაშვილის დღევანდელ სიტუაციას. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, მარგინალიზაცია და მისი უფლებების შერაცხვა. ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოყენება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქართული ოცნების პროპაგანდამ იმუშაოს ისე, რომ ამ ხალხს უწოდონ გიჟი და ის შერაცხოს საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანად. ამას ცდილობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ხედავს მის მიერ შეკერილი საქმეებით ვერ მოიგო საზოგადოების გული და ეხლა ცდილობს ახალი მექანიზმებით, ახალი მეთოდებით მოუგოს საკუთარ ამომრჩეველს გული და დააჯეროს, რომ გიჟები არიან, შერაცხულები არიან, მოსყიდულები არიან, დიპსტეიტის დაფინანსებულები არიან და ასე შემდეგ. ამიტომ მიმართავ ყველას, ვისაც ხელეწიფება, პროფესიულ გაერთიანებებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სახალხო დამცველს მართალია განეიტრალებულია ამ ქვეყანაში, მაგრამ მისი მოვალეობაა, რომ დაიცვას დღეს ნინო, იმიტომ რომ მას გამოკეტავენ საგიჟეში, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანის გამოკეტვას შეეცდებიან სისხლის სამართლით, ადმინისტრაციულად, ან საგიჟეში გამოკეტავენ. აი რა აქვს ქართულ ოცნებას მიზნად, რომ ყველა გაგვანეიტრალოს. ამიტომ მივმართავ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, რომ ნინო დღეს ჩვენი დასაცავია. ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველას. მე არ შემიძლია არ მოვეფერო ჩვენ პოლიტპატიმარი მშობლების დედებს. თქვენ არა ხართ მხოლოდ გმირი დედები, რომელსაც გიწოდებენ. თქვენ ხართ სამაგალითო მოქალაქეები, იმიტომ რომ თქვენ ხართ ბრძოლის წინა ველზე, არა როგორც ჩაგრული დედები, არა მხოლოდ პატიმრის დედები, არამედ მოქალაქეები, რომლებიც გვაძლევთ მაგალითს, როგორი უნდა იყოს მოქალაქე, როგორ უნდა იბრძოლოს, როგორ უნდა აღზარდოს შვილი და როგორ უნდა იყოს ღირსეული მოქალაქე ამ ქვეყნის. და დიდი მადლობა ამისთვის. კეთს ვიხრი თქვენს წინაშე. თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის ჩვენთვის ძალა. თქვენ ხართ ჩვენი ფარი და ჩვენ ვერცდებით, რომ გედგეთ გვერდში და ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. Super!
ერთობისთვის, სოლიდარობისთვის, თანასწორობისთვის, გვერდში დგომისთვის, ერთად ხარი მხარ სიარულისთვის, ერთად ჩვენი ამ საერთო ბრძოლაში გაერთიანებისთვის. კი, იყო თქვენი მოთხოვნა, რომ ჩვენ გაერთიანებულიყავით. აი მდგავართ პოლიტიკური მოძრაობა და პარტია და ვასრულებთ იმას, რაც თქვენი დაკვეთა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი გამგებლები, თქვენ ხართ ჩვენი უფროსები და ჩვენ გავაკეთებთ ყოველთვის იმას, რა დაკვეთაც გეკნებათ თქვენ. ასევე ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ჩამოდიოდით იმ მძიმე დღეებში, რასაც მზია ამაღლობლის სასამართლოები ერქვა. ეს იყო ჯოჯოხეთურად წარმოუდგენლად მძიმე დღეები, იმიტომ რომ ჩვენ ბათუმელებს ხამეები არ უგძინავს დარდით და წარმოუდგენელია ის, რასაც ჩვენ გავდივართ, იმიტომ რომ ის უსამართლობა, რაც ჩვენ გვესმის სასამართლო დარბაზში, ყოვლა დაუტანელია. დღეს თუ სადმე ირღვევა კანონი, თუ სადმე ირღვევა ადამიანის უფლებები, თუ სადმე სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან, დღეს არის სასამართლო დარბაზები, მოსამართლეების, პროკურორების, სრულ მოწმეების ხელით დღეს საქართველოს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ცდილობს ეს სახელმწიფო ჩამოშალოს, გაანადგუროს, ყველა სტრუქტურა მოუშალოს, სასამართლოს ღირსება აყაროს, მოსამართლეების მუნდირი შეურაცხყოს. ამას აკეთებს დღეს ქართული ოცნება და ეს პოლიციელებიც, რომლებიც გარს გვახვევიან აქ, სწორედ ამას ემსახურებიან და სინამდვილეში თქვენი დანიშნულება არის სამართალდამცავობა და თქვენ არაფერი გაკავშირებთ სამართალდამცავობასთან სინამდვილეში. თქვენ ემსახურებით დიქტატურას, თქვენ ემსახურებით ერთ ადამიანს, თქვენ ემსახურებით ამ ქვეყნის განადგურებას და გარუსებას და ამას ისტორია არ დაგივიწყებთ. მე ძალიან არ მინდა რომ გამიგრძელდეს სიტყვა, ამიტომ კიდევ ერთხელ ძირს პოლიციური რეჟიმი, ძირს ოლიგარქია, ძირს დიქტატურა, თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მადლობა კიდევ ერთხელ.